საღამოშვიდობისა მეგობრებო, დიდი მადლობა მობრძანებისთვის. დღეს მნიშვნელოვანი დღე გვაქვს, ტრადიციული და მნიშვნელოვანი დღე. ყოველწლიურად ჩვენ ვიკრიბებით ხოლმე, რომ ჩვენი აუდიტორიის წინაშე წარვადგინოთ კავკასიური სახლის სახალხო უნივერსიტეტის მსმენელთა და საერთოდ ამ უნივერსიტეტის ფართო წრის წევრთა ნამუშევრების საფუძველზე შექმნილი ალმანახი ჩვენი სამყარო. და წლევანდელი წელი იმით არის გამორჩეული, რომ უკვე მეხუთე ნომერს გამოვცემთ ამ ალმანახის. საერთოდ ხშირად ხდება ხოლმე ჩვენს სივრცეში, კავკასიურ სახლში უცნაურობები. იმიტომ რომ, როდესაც ამ ჟურნალის გამოცემა დავიწყეთ, არც ერთი თეთრი ჩვენ არ გვქონდა. არც ერთ პროექტში ეს არ ეწერა. არანაირი საშუალება არ გვქონდა მისი გამოცემის. მაგრამ როცა ხედავ, თქვათ ადამიანებს შენ ირგვლივ, რომლებიც ენთუზიაზმით არიან სავსე და მზად არიან ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე გააკეთონ კეთილი საქმე, ამ დროს მოტივაციაც გეძლევა, უფრო ძლიერდები კიდეც და ძველი რომაული ანდაზის არ იყოს, გაბედულებს და მამაცებს უმართლებთ კიდეც. გამოვეცით ჩვენ პირველი ორი ნომერი ესე, სხვადასხვა სივრციდან მოგროვებული თანხით, ხან რომელიღაცა სხვა წიგნის გამოცემი და დავზოგავდით ხოლმე თანხას, რომ აი ეს ჟურნალი გამოგვეცა, ხან რაღაცა ქაღალდი მორჩებოდა ზედმეტი გამომცემლობას და ის თვითონ გადმოდგამდა ხოლმე შემხვედ რომ ნაბიჯს, რომ ეს ალმანახი გამოგვეცა და ასე მოვდიოდით რამდენიმე წელი და უკვე შარშან მოვახერხეთ, რომ უკვე გარკვეული რესურსი ჩაგვედო ჩვენს მოგრძალებულ ბიუჯეტში იმისთვის, რომ ეს ამ წიგნის თანხას, ამ გამოცემის თანხას აძებარი არ გქონოდა. ეს რისი თქმის საფუძველს გვაძლევს, მეგობრებო, რომ დღეს თუ ჩვენ მეხუთე საიუბილეო ნომერს გამოვცემთ, იმედი მაქვს, რომ თუ კავკასიური სახლი ფეხზე იდგა და იდგება კიდეც, მე-6-ეც იქნება, მე-7-ეც იქნება და მე-10 ნომერიც გვექნება. რაც შეეხება თვითონ აი ამ გამოცემის თაობაზე რისი თქმა შეგვიძლია, რომ მე დავწერე კიდეც, როცა ბატონმა მიხომ თხოვა, რომ თქვი რამე ჩვენ სამყაროზეო. ეს გამოცემა ასახავს ჩვენ საზოგადოებას, ჩვენს ირგვლივ არსებულ ვითარებას. ოღონდ პოლიტიკურად და რაღაც საზოგადოებრივად კი არ ასახავს. აი, როგორებიც ვართ, ისეთია ეს გამოცემაც. როცა გადაშლით ამ ალმანახს, აღმოაჩენთ მაგალითად ძალიან დიდი ნიჭის მქონე ადამიანებს. მაგრამ აღმოაჩენთ ისეთ ადამიანებსაც, რომელსაც შეიძლება ისეთი ელვარე ნიჭი არ აქვთ, მაგრამ არიან გამორჩეულად შრომის მოყვარეები, თავის თავზე მუშაობენ, მიზანსწრაფულები არიან და წლიდან წლამდე უფრო წინ მიდიან ხოლმე. და წლიდან წლამდე უფრო მეტად ვითარდებიან ხოლმე. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველას ეძლევა საშუალება, რომ თავის შრომას და ნიჭს მისცეს ასპარეზი აი ამ ჟურნალის გვერდებზე, აი ამ ალმანახის გვერდებზე. მე მადლობა მინდა გადაუხადო ალმანახის მთავარ რედაქტორს, ბატონ მიხო ბეროშვილს, რომელიც მთელი წლის განმავლობაში მუშაობს ჩვენს მსმენელებთან და მთელი წლის განმავლობაში აგროვებს მასალებს. ეს ძნელი საქმეა. ეს ადვილი არ არის, იმიტომ რომ ზოგიერთს სხვენია და გონია რომ ჯერ არ არის მზად რომ რაღაცა გამოსცეს. ზოგიერთს პირიქით ძალიან ბევრი რამე მოაქვს და ყველაფრის გამოჩენა არ შეიძლება, ხო? და ამას გადარჩევა უნდა. ზოგიერთის ნამუშევარში ჩანს ნიჭი, მაგრამ სჭირდება რედაქტირება და ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. და ასე შემდეგ. და აი ამ მთელ სამუშაოს 12 თვის განმავლობაში ბატონი მიხო ასრულებს ხოლმე. ეძებს, პოულობს, საჭიროების შემთხვევაში არედაქტირებს, საჭიროების შემთხვევაში მოტივაციას უქმნის ადამიანებს და საბოლოოდ გამოდის ხოლმე ეს ალმანახი. მე ვფიქრობ, რომ წელსაც ძალიან მრავალფეროვანია ჩვენი სამყარო, იმიტომ რომ აქ თქვენ შეხვდებით ჩვენი კონფერენციის დროს მომზადებულ მასალებს და ეს მასალები ძალიან მრავალფეროვანია, არის თქვათ ეთნოგრაფიული საკითხებიც მიმოხილული, ლიტერატურათმცოდნეობის, ფოლკლორის საკითხებიც
ამავდროულად შეხვდებით პროზის განყოფილებას, პოეზიის განყოფილებას. მე ვფიქრობ, რომ არავის არ ეწყინება თუ ვიტყვი, რომ წლევანდელი გამოცემის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარე არის თარგმანის განყოფილება, იმიტომ რომ აქ თქვენ შეხვდებით ძალიან ბევრი, ძალიან მაღალი რანგის პოეტის, ლათინოამერიკელი იქნება, ეს ესპანურენოვანი თუ იტალიურენოვანი, ხო, მათ ნამუშევრებს თან ეს თარგმანი შესრულებული არის ძალიან დახვეწილად და შინაარსთან ახლოს. ყოველ შემთხვევაში რამდენიმე ლექსის შინაარსი მე საგულდაგულოდ გადავამოწმე გერმანულ და ინგლისურენოვან თარგმანებზე და აღფრთოვანებული დავრჩი იმით, თუ როგორ ახერხებს ავტორი ბატონი შამუგია შემოტანას აი ამ ზუსტი აზრის, რაც თქვათ თარგმანში უნდა იყოს და როგორ ახერხებს ამ ზუსტი აზრის დაჭერას და ჩვენამდე მოტანას. და რაც მთავარია, ბატონი მიხო ყოველთვის ცდილობს, რომ მხოლოდ თქვენი ნამუშევრებით არ იყოს სავსე ეს ალბანახი, იმისთვის, რომ ეს მრავალფეროვნება შეიძინოს, კიდევ უფრო მეტი მრავალფეროვნება, აქ თქვენ შეხვდებით, თქვათ, მასალებს არქივიდან, სხვადასხვა დროს ბატონი მიხოს მიერ მოძიებულ, გაციფრულებულ მასალებს, ასევე თვითონ კონტექსტს რო შეუსაბამოს ხოლმე, ბატონი მიხო ჩვენი კლასიკოსი ავტორების ზოგიერთ ნამუშევარსაც შეარჩევს ხოლმე და თან დაურთავს ამ ალმანახს. მოკლედ, კარგი ალმანახია, ჩვენი ალმანახია, უკვე 5 წელი არსებობს ეს ალმანახი და გვაძლევს საშუალებას, რომ ერთმანეთს წარუდგინოთ მასალები და უთხრათ თუ რა დონეზე ვართ, რა ადგილზე ვართ გაჩერებული, სად გვაქვს მეტი სამუშაო, სად ნაკლები სამუშაო და ასე შემდეგ. დიდ მადლობას მოგახსენებ თითოეულ თქვენგანს, თქვენი შრომისთვის, აქ მობრძანებისთვის, ამ ალმანახის შექმნისთვის. დიდი მადლობა პროფესორ ღვთისო, მამის იმედიშვილს, რომელიც ჩვენთან ყოველთვის არის ხოლმე ასეთ დროს და თავის სტუდენტებს გვერდით უდგას. პროფესორ ლელა გაფრინდაშვილს ხედავ აქ, რომლის დანახვა ყოველთვის გვიხარია ხოლმე. ლალი მასწავლებელი არის აქ, წერილით მოვიდა ჩემთან და ეს ორმაგი სიხარულის საფუძველია ჩემთვის. ეს ძალიან საიდუმლო წერილია, მის შინაარსს ვერ გაგიმხელთ და დავიტოვებ მარტო მე და ლალის გვეწოდინება და კიდევ ერთ პატარა გოგოს თუ რა შინაარსის წერილი მივიღე დღეს. ასე რომ გავიხაროთ იმისთვის, რომ ერთმანეთი გვყავს, ეს ჟურნალი გვაქვს და ჩვენი სახალხო უნივერსიტეტი წელსაც იმუშავებს და მე იმედი მაქვს, რომ მომავალი ნომრები, ასე ვთქვათ, გააგრძელებს იმ წერტილიდან თავის გზას, სადაც დღეს გავჩერდით. ეხლა მე ბევრს აღარ ვილაპარაკებ, ისედაც ბევრი ვილაპარაკე და ჩვენი სახალხო უნივერსიტეტის ბურჯს ქალბატონ თამარ უჯუხუს გადავცემ სიტყვას, ის მოგესალმებათ. მე კიდევ ერთ ადამიანს გადავცემ სიტყვას და წავალთ, ასე ვთქვათ, აი ამ ფორმატით. გთხოვთ ქალბატონ თამარ. მადლობა ბატონო ლევან. მოგესალმებით ვიფასო მეგობრებო, ჩვენო მსმენელებო, სტუდენტებო, მაგისტრატ დოქტორანტო, ვინც ხართ ავტორებო ამ შესანიშნავი ალმანახის. ვიფას პროფესორებს მადლობას ვუხდით, რომ მობრძანებისთვის არ მიგვატოვეთ, ძალიან მნიშვნელოვანი თქვენი სიტყვა და მე ძალიან ვეცდები მოკლედ ვთქვათ. როდესაც რამდენიმე წლის წინ ჩვენ გადავწყვიტეთ ინტერნეტ გაზეთის შექმნა, რატომ? იმიტომ რომ მსმენელებში ჭარბობდა ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტები და გვინდოდა მათთვის შეგვექნა პირობები, რომ მათ გამოცდილება გარკვეული მიეღოთ და ინტერვიუს აღება იქნება თუ რაღაცა რუბრიკების. მაშინ ვერც ვიფიქრებდით იმაზე, რომ ეს მიიღებდა სახეს ალმანახის და უკვე მეხუთე ნომერის თუ გექნებოდა. მაგრამ როგორც ლევანმა ბრძანა, მათი და აღმასრულებელი დირექტორის და ჩვენი გამგეობის თავმჯდომარის ლევანი და ირაკლის დიდი მონდომებით და თანადგომით ეს შესაძლებელი გახდა. ძალიან მოკლედ გეტყვით, უფრო მნიშვნელოვანი რა სიტყვაა ჩვენი შემფასებლები, მომხსენებლები,
მაგრამ გამახსენდა ერთ-ერთი ძალიან ცნობილი მეცნიერი, კრიტიკოსი, ლიტერატორი, მთარგმნელი, ყველა რეგალიის მფლობელი ადამიანი იდგა რამდენიმე წლის წინ პრეზენტაციაზე ერთ-ერთი ჩვენი სამყაროს ნომრის პრეზენტაციაზე და ბრძანა რომ როდესაც მე ვიყავი სტუდენტი, პირველი ნამუშევარი ჩემი უნივერსიტეტში მოიწონესო და შემპირდნენ რომ ამას გამოაქვეყნებდნენ. და ძალიან ესეთი მღელვარებით ველოდებოდი დღე, თვეები, წელიწადი და არ დაიბეჭდა და დღემდე ასეთი შემდგარი ადამიანი ყველანაირად ამას იხსენებს გულის ტკივილით. ჩვენ რატო ვწვალობთ ახლა? აქ მაშინ არ არის რა თქმა უნდა გამოცდილი და ასეთი უკვე შემდგარი ადამიანები, მაგრამ ძალიან ნიჭიერები, ძალიან მონდომებულები და არ შეიძლება ადამიანი იყო და არ დაეხმარო ესეც და რა თქმა უნდა ლევანმას თქვა მეც ვუხდი მადლობას მიხობეროშვილს რომელსაც შეუძლია ის მოთმინებით მოისმინოს, დაეხმაროს, წაიკითხოს, ურჩიოს, საერთო ენა მონახოს ავტორთან ის ყოველთვის არ არის მარტივი, იცით, იმიტომ რომ შენიშვნის მიღება ახალგაზრდა ადამიანისთვის ცოტა რთულია, ის უნდა იცოდე, როგორ უნდა უთხრა, როგორ უნდა გააგებინო და ასე შემდეგ. და ამიტომაც ჩვენ შაშან მგონი შევქმნით ორი ჯგუფი. ერთი სამეცნიერო ჯგუფი, ახალგაზრდა მეცნიერები, რომლებიც მუშაობენ გარკვეულ თემებზე, საკონფერენციო თემის, ერთი წელი მუშაობს მთელი წლის განმავლობაში ეს გუნდი და მეორე ლიტერატურული მიმართულება. და ლიტერატურული მიმართულების შედეგია ხოლმე ახალი ნომრები ჩვენი სამყაროსი და სამეცნიეროსი აი დამატებით ღონისძიებას უწოდებთ ჩვენ ამას საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციები ტარდება ყოველი წლის ბოლოს ახალგაზრდა მკვლევართა, ასე დავარქვით ჩვენ და მთელი წელი ეს გუნდი მუშაობს ამ კონფერენციისთვის. მადლობას გიხდით და ბოლოს ვიტყვით, ნაკლები გულისწყენა გქონოდეთ თქვენ. მე გისურვებთ თქვენ წარმატებებს, მე გიხდით თქვენ დიდ მადლობას. და ამ ქვეყანას, რომელიც თქვენია, მაგრამ მეც ძალიან მიყვარს, ჭიდებით თქვენ. და ყველა მოგცეს იმდენი საშუალება, რომ აი კალმის წვერის ხელა, სიკეთე, თანადგომა, გაგება, შეფასება, დაფასება შეგვეძლოს, რომ თქვენ შედგეთ, გამოადგეთ ძვირფას საქართველოს. მადლობა ხალხო, დიდი მადლობა. და ეხლა მე მინდა გადავაბარო, ასე ვთქვათ, ეს ტრიბუნა ბატონ მიხო ბეროშვილს და კიდევ ერთხელ მადლობა ვუთხრა იმ შრომისთვის, რომელიც გასული წლის განმავლობაში გაწია და ეს შრომა ასე ვთქვათ, ძალიან რთული და მძიმე შრომაა, მაგრამ ბატონ მიხოს არ უჭირს ხოლმე ამ ტვირთვის აწევა, იმიტომ რომ შევახსენოთ ერთმანეთს კიდევ ერთხელ, რომ ბატონი მიხო გახლავთ არა მხოლოდ რაღაც ჩვენი კოორდინატორი, რაღაც გამგეობის წევრი, ის უპირველეს ყოვლისა არის ძალიან კარგი გერმანისტი, გერმანული ლიტერატურის შესანიშნავად მცოდნე, ამ ლიტერატურის საფუძვლების მოყვარული, ხანდახან და ძალიან ხშირად ამ ლიტერატურის გამორჩეული და საუკეთესო ნიმუშების პირველ მთარგმნელი და შესაბამისად, როდესაც იგი მუშაობს ხოლმე ამ ალმანახზე, ყოველთვის მას ხელთ უპყრია ის შუქი, რომელიც აი ამ გერმანული ლიტერატურიდან მოდის, ძველი, ევროპული, ფესგვადგმული, ძლიერი ლიტერატურიდან, ხო? რა თქმა უნდა, სხვა ლიტერატურაც ბევრი პატივსაცემია თელ მსოფლიოში, მაგრამ ამ გერმანულ ლიტერატურას თავისი ფილოსოფიური, ასე ვთქვათ, საფუძვლებით და შინაარსით განსაკუთრებული ძლევამოსილება ახლავს ხოლმე თან და ეს უადვილებს ბატონ მიხოს საქმეს, როცა აი ამდენ ახალგაზრდასთან აქვს ხოლმე ურთიერთობა. გთხოვთ ბატონ მიხო და დიდი მადლობა ამ ალმანახისთვის და თქვენი შრომისთვის. მადლობა ლევანი ცოცხლე. რა თქმა უნდა ძალიან მიხარია, განსაკუთრებით მიხარია
როცა ცოტა გაგვიგრძელდა ამისი გამოცემა სხვადასხვა მიზეზების გამო, მაგრამ საბოლოოდ მაინც ღირ ხელთა გვაქვს და ძალიან საინტერესო რუბრიკები არის და ძალიან საინტერესო ავტორები ყვანა. მადლობა მათ, ვინც მოახერხა და დღეს მოვიდა. და ჩვენთან ერთად აი ამ სიხარულს იზიარებს. მე მინდა აქ არის კიდევ შესავალში ჩვენი ავტორების, მსმენელების თავი მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, თვითონ ჩვენ პროექტთან დაკავშირებით, სახალხო უნივერსიტეტთან, მათი დამოკიდებულება ალმანახთან დაკავშირებით და ამიტომ ძალიან სასიამოვნო წასაკითხია და მადლობა მათ, ვინც ამაშიც მონაწილეობა მიიღო. განსაკუთრებით დიდი მადლობა ყველა იმათ, ვინც დრო მონახა, საშუალება მონახა და ჩვენთვის ის მოთხრობები, ლექსები, მოეწოდებინა და თარგმანები, რომელსაც გარეშე აბა ეხლა მე როგორ გავაკეთებდი რამეს თუ არ მექნებოდა ძალიან საინტერესო მასალა, საინტერესო ლექსები, საინტერესო მოთხრობები. ამისათვის კიდევ ერთხელ დიდ მადლობას მოგახსენებთ. ეხლა იმისათვის რომ ამ თემასთან დაკავშირებით ამ ალმანახზე და შიგ იმაზე რა ქვია მის შინაარსზე მე ბევრი არ ვილაპარაკო. ამისათვის ჩვენი მუდმივი მსმენელები მე აღარ მინდა თქვა სიტყვა ყოფილი, იმიტომ რომ რამოდენიმე წლის წინ მოვიდა ზოგიერთი მათგანი და დღემდე ჩვენი მე ლევანმა თავის წინა სიტყვაობაში და დღესაც განსაკუთრებით აი სწორედ აღნიშნა. ეს არ არის მარტო თქვა აი ვინც ჩვენთან ახლა ამ დღესდღეობით მსმენელები არიან. ეს არის ფართო წრე, კავკასიური სახლის სამეგობრო წრე, ვინც მოსწონს აქ ურთიერთობა ამ ხალხთან, ვინც აქ იკრიბება სხვადასხვა ლექსიებზე, საინტერესო შეხვედრებზე და ღონისძიებებზე და ამიტომ მე მინდა დღეს რამოდენიმე ჩვენ მას ახალგაზრდა კოლეგას ვთხოვო, რომ თვითონ ილაპარაკონ ამის თაობაზე. მაგრამ უპირველესად მე თავი არ მინდა შეგაწყინოთ, მე კიდე დაგიბრუნდებით და მინდა ეხლა სიტყვა გადავსცე უპირველესად ბატონ ღვთისო მამის იმედიშვილს, რომელიც ჩვენი როგორც თვითონ დაწერა ამასია და აღმოჩნდა რომ კიდევ უფრო დიდი ხნის წინანდელი მეგობარია კავკასიური სახლისა და მუდმივად ჩვენი ლექტორი, საინტერესო ადამიანი და არაჩვეულებრივი პედაგოგი იმკაკებით რომ დღეს იშვიათად მოიძებნება, აგი შეიძლება ლელას დამეთანხმება, ლევანის დამეთანხმება, რომ სამწუხაროდ ხდება ბევრი შემთხვევები, არ არის უკვე ცალკეული შემთხვევები სამწუხაროდ, როცა ცოტა გაგრილებულია ურთიერთობები ლექტორსა და სტუდენტს შორის და ხანდახან ამაში მე ვფიქრობ, რომ პირველ რიგში ეს პასუხისგებლობა ამისათვის ეკისრებათ პროფესორებს, ლექტორებს რაღაცა. ამ ხრივაც გამორჩეულია ბატონო ღვთისო, წლევანდელი ზაფხული მან თავის სტუდენტებთან ერთად მოიარა საქართველოს სხვადასხვა კუთხე და ამიტომ მე მას ძალიან დიდად ვაფასებ, დიდ პატივს ვცემ და მიყვარს როგორც ძალიან ახლო მეგობარი. ბატონო ღვთისო, მოვძაინთ 1-2 სიტყვა თუ გეტყვით. მოგესალმებით. დიდი მადლობა ასეთი წარდგენისთვის ბატონო მიხო, გადაჭარბებულია ძალიან და მე მინდა ზუსტად და არაერთხელ გამოსულ ვარ ამ დარბაზში, ამ შესანიშნავ დარბაზში და მიხარია რომ დიდი ხნის მეგობრობა მაკავშირებს კავკასიურ სახლთან, რომელიც არის ნამდვილად სიკეთის, ცოდნის და პროგრესის სახლი. და ყოველთვის იზიდავს ხოლმე მართლაც ყურადღებას, ახალგაზრდების ყურადღებას. მე ჯერ კიდევ მაშინ, როცა უნივერსიტეტი დავამთავრე და დაახლოებით ახლოს ვიყავი თქვენ სასახლთან, იმ დროიდან მახსოვს, როცა კავკასიაში იყო ომები, კავკასიური სახლი იმ დროს უშვებდა კავკასიის ხალხთა ფოლკლორს. რომ წარმოედგინა ის სიკეთე, ის სიყვარული, ის სულიერება, რაც ამ ხალხებს ჰქონდათ და სწორედ აი ამით, როგორც იტყვიან, რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებიაო. და კავკასიურმა სახლმა და კავკასიური სახლის სახალხო უნივერსიტეტმა შექმნა არაჩვეულებრივი გარემო.
არაჩვეულებრივი გარემო ბატონმა მიხომ, ქალბატონმა თამარმა, რომ სტუდენტები დიდი სიხარულით და დიდი ხალისით მოდიან. მე უნივერსიტეტში შემოდგომით უკვე მეუბნებიან, რომ ბატონო ღვთისო, როგორ შეიძლება ჩვენ გავხდეთ კავკასიური სახლის სახალხო უნივერსიტეტის მსმენელები. ეს ძალიან დიდი შრომის შედეგია, რომ თქვენ შეძელით ახალგაზრდების დაინტერესება. სტუდენტები ისმენენ აქ რისი მოსმენაც უნდათ და სტუდენტებს ხვდებათ ის გარემო, რა გარემოც უნდათ რომ დახვდეთ. ეს ძალიან კარგია. ასევე მინდა ახლა მე ყურადღება შევაჩერო აი ამ ულამაზეს კრებულზე, ყველა კრებული საუკეთესოა და განუმეორებელია, მაგრამ განსაკუთრებით აი ეს ბოლო კრებული მინდა აღვნიშნო თავისი ულამაზესი დიზაინითა და ესე იგი მრავალფეროვნებით. იქ ჩვენ ხვდება სამეცნიერო შრომები, პოეზია, პროზა, თარგმანები და ყველაზე კარგია ის, რომ ჩვენ შეგვიძლია უკვე რომ გამოვარჩიოთ ის სტუდენტები, რომლებსაც აქვთ ინტერესი უკვე მეცნიერების, პოეზიის თუ პროზის მიმართ. ისე რომ აქ ძალიან კარგი საქმე კეთდება ამ კედლებში, რადგან სტუდენტებს ეძლევათ საშუალება, რომ თავიანთ ძალებში დარწმუნდნენ, თავიანთი უნარები შეამოწმონ. ჩემთვის მაგალითად დღემდე 30 წელზე 35 წელი გავიდა ჩემი პირველი სამეცნიერო პუბლიკაციიდან და განსაკუთრებით ყველაზე მეტად ის მიყვარს, რომელიც პირველად დაიბეჭდა და დარწმუნებული ვარ, რომ აი ეს კრებული ჩვენი სამყარო, ჩვენი სტუდენტებისთვის ასეთივე ძვირფასი იქნება, როგორც ჩემთვის რამდენიმე ათეული წლის წინ გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია. დიახ. ამიტომ მინდა თითოეულ თქვენგანს მოგილოცოთ ჩვენი სამყაროს მორიგი ნომრის გამოცემა და რა თქმა უნდა ეს დიდი შრომის შედეგია, რაც გასწიეს ბატონმა მიხომ, ქალბატონმა თამარმა, ბატონო ლევან, ისე რომ გილოცავთ ყველას, წარმატებებს გისურვებთ და რა თქმა უნდა ეს თქვენ გზას გაგიკაფავთ, რომ მომავლისკენ აი ეს კრებული წარმატებები. ასაკი თავისას შევა მე ხანდახან რაღაცები მავიწყდება ხოლმე და აი ახლა რამდენჯერ მიახსენეს, რომ ძალიან კარგი დიზაინი აქვს ამ ჩვენს ალმანახს. ამისათვის ძალიან დიდი მადლობა ქეთევან საყევარაშვილს. ჩვენს თანამშრომელს უკვე ჩვენ თანამშრომელს თავიდან სულ ახალგაზრდა მოვიდა მგონი მე-12 კლასელი იყო, მას მერე კავკასიოლოგიაზე სწავლობდა კათედრაზე და ახლა დღეს ჩვენთან ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობს და მისი დაკაბადონებულია ჩემო ბატონო და მისი ეს არაჩვეულებრივი დიზაინი, რომელიც წინააღმდეგზე არის გამოტანილი. აქ კვლევები ახსენა ახლა ღვთისმო და მეც მინდა რუბრიკების უბრალოდ ჩავიკითხო კიდე ერთხელ. სამეცნიერო ნაწილში ჩვენ ყავს ძალიან ახლო მეგობარი, ასევე ვიტყვი რა ვქნა ახლა სხვანაირად ვეღარ ვამბობ ყოფილი მსმენელი, მაგრამ დღეს უკვე ჩვენი მეგობარი და ახლობელი და არაჩვეულებრივი ნიჭიერი კაცი მეცნიერი ბატონი დანიელ ოქროპირიძე. მაგას ძალიან დიდი მადლობა ჩემო დანიელ და ვერცა სიკეთე მოგცეს და გავაგრძელოთ ჩვენი ურთიერთობა და თუ რამე გამოდნება ჩვენგან აგერევართ შენსა და მეცა. ხო, ეხლა მე მინდა კიდევ მისასალმებისათვის მე საკმაოდ ძალიან გადაშორს წასული არა ვარ, მაგრამ საკმაოდ ასაკის ადამიანი ვარ და უამრავი ადამიანი შემხვედრია ცხოვრებაში, მაგრამ არიან გამორჩეული ადამიანები, რომლებიც თავისი ნატური, თავისი ადამიანობით, თავისი გონებით, ჭკუით რაღაცა ყველაფერს ხიბლავს ადამიანი, რომელმაც ჩემზე გამორჩეულად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ასეთი ჩემი ახლო მეგობარი, მე ასე ვთვლი, მე მაგას სალკე ვკითხავი თვითონ თუ ასე თუ არა, მაგრამ მე მგონი ვისიც ასე ფიქრობს, ძალიან მიყვარს, დიდ პატივს ავცემ ბობოქარი ქალბატონი, ჩემი პროფესორი ლელა გაფრინდაშვილი. ლელა, თუ ახლა შენ მოგცემ სიტყვას და ჩვენ კარგ მსმენელებს მიესალმე, ჩვენ ავტორებს თუ მოახ ის წაიკითხე აქ და ზოგიერთი რაღაცები მოგზავნე. ყველა წავიკითხე. მოგესალმებით. ნუ ისეთ დროში ვცხოვრობთ, რომ ესეთი სიხარულები ძალიან ცოტა გვაქვს და
მიხომ როდესაც გამომიგზავნა ეს წიგნი და წავიკითხე, ნამდვილად მქონდა აი რაღაცა დავიწყებული სიხარულის განცდა. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ადამიანებს გარდა ესეთი ვიტალური მოთხოვნილებებისა, ხო, რომ უნდა ვჭამოთ და დავლიოთ, ამის გარდა ჩვენთვის ფუნდამენტური მოთხოვნილება არის შემეცნება. და აი იმას, რასაც ვიმეცნებთ, რასაც ვიგებთ, იმის გაზიარება. და სამწუხაროდ, ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, რომ ახალგაზრდებს განსაკუთრებით, ხო, და ეს მოთხოვნილება ძალიან ადრე ჩნდება. და არა მარტო მაშინ, როცა სკოლაში შევდივართ და წერა-კითხვას ვსწავლობთ და ასე შემდეგ. არ ბევრად ადრე ჩნდება ადამიანში მოთხოვნილება გაიგოს რაღაც და გაუზიაროს სხვას ის, რაც გაიგო და რაც შეიმეცნა. და ამიტომ აი განსაკუთრებით ეს ნაწილი ასე დავარქვათ თეორიული თუ კვლევითი თუ ანალიტიკური, ხო, პირველი ნაწილი რაც არის სტუდენტების, აი ამ ნაწილმა განსაკუთრებით გამახარა, იმიტომ რომ საკმაოდ ისეთი პოლიფონიური სურათია, ხო, აქ არის რაღაც ისტორიული საკითხების, თქვათ, იქ სამართლის თეორიული საკითხების, ლიტერატურული საკითხების კვლევა, ხო, ეთნოგრაფიული კვლევები და რაც თავარია, ნაცადი არის არა უბრალოდ რაღაცა შეგროვება ამ წყაროების, ან უბრალოდ მოყოლა, თქვათ, ვიღაც სხვისი კვლევების შინაარსის, არამედ ნაცადია რაღაცა თავისებური ანალიზი, ხო, ამ ყველაფრის, ამ რაც წაიკითხა, რაც გაიგო, რაც ძალიან სასიხარულოა, იმიტომ რომ მე ხლა 2000 წლიდან ვასწავლი ჯავახიშვილის უნივერსიტეტში და თანდათან კატასტროფულად ეცემა სტუდენტებში სწორედ ეს უნარი. ანუ რაღაცა უბრალოდ კაჭკაჭივით კი არ მოგიყვეს, არამედ ამავე დროს გაანალიზოს, დაიწუნოს რაღაცა. ხო, თუნდაც შენი პროფესორის შეხედულებები, რასაც ველოდები დიდი ხანია, რომ ვიღაცა მეტყვის, რომ რა სისულელეს ლაპარაკობ, ეს ასე არ არის. იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის, ძალიან მნიშვნელოვანია და მე ხშირად ვუბიძგებ კიდეც სტუდენტებს ამისკენ, რომ ამ ჩემ ნათქვამში, ვთქვათ, იმაში, რასაც ვაძლევ მასალად, რომ აი ძალიან კრიტიკულად და ცოტა მტრულადაც მიუდგნენ ამ შინაარსს, იმიტომ რომ ეს ავითარებს ადამიანში ზოგადად უნარს, რომ ყველაფერი არ გადაყლაპოს ისე, როგორც მას მიაწოდებენ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებით პოსტტოტალიტარულ და პოსტავტორიტარულ სივრცეში და სახელმწიფოებში, როგორც ჩვენი სახელმწიფოა, ხო? რა თქმა უნდა, პოეზიის ნაწილსაც შევეხები და ამ ნაწილმა განსაკუთრებით გამახსენა ჩემი ბავშვობა, იმიტომ კი არა რომ აქ რაღაც სასაცილოა ვთქვათ, არა, მე მგონია რომ ისეთ ლექსებშიც კი, რომლებიც აი ჯერ რაღაცნაირად იწყებენ თითქოს აი ამ პოეზიაში შესვლას და უნდათ ძალიან, იმიტომ რომ პოეზია ისეთი რამეა, რომ ყველას უნდა რომ ლექსი დაწეროს, ხო, განსაკუთრებით როცა დიდ პოეტებს კითხულობ და დიდ მოაზროვნეებს, ხო? ასეთი მეო კარი გამიღეო ლექსები ყველას აქვს დაწერილი ახლა. ამაზე არ ვილაპარაკებთ, მაგრამ თავისთავად ის რომ ადამიანს უნდა ლექსის დაწერა. აი ამ ეპოქაში, რომელიც არის საშინლად პრაგმატული, საშინლად დაცლილი ყოველგვარი სულიერი მოთხოვნილებებისგან, ხო? ეს არის ძალიან მისასალმებელი და ასეთი წყურვილი ამ ლექსებში იგრძნობა და რა თქმა უნდა არის ისეთი ლექსები, რომელშიც მე ღრმადა ვარ დარწმუნებული, რომ აი დიდი პოეტი ჩანს. ასეთი ლექსებიც არის ამ ალმანახში. ისეთი მომენტებია დაჭერილი, ვთქვათ, სააზროვნო თუ რაღაცა ემოციური ისეთი მომენტებია და ისეთი მხრიდან არის დაჭერილი, რომ ეს უდაოდ ძალიან დიდი ნიჭის მაჩვენებელია. რა თქმა უნდა, თარგმანიც მოგეხსენებათ, რომ უმნიშვნელოვანესი
რამეა, ეხლა ჩვენთან ბევრი რამ ითარგმნება სხვათა შორის საბჭოთა ტემპებზე ჯერ არა ვართ ასული, მაგრამ ითარგმნება რაღაცეები. ეხლა რამდენად კითხულობს ჩვენი მკითხველი ამას და უფრო მნიშვნელოვანი რამდენად იგებს რა წაიკითხა, ხო? ესეც სხვა შორის ქალბატონ ნაირა გელაშვილი მიყვებოდა მის ერთ-ერთ და ეს გამახსენა მის ერთ-ერთ მოთხრობაზე, რომ აი სადღაც აფთიაქში თუ სადღაც რომანზე შემხვდა ვიღაც აღფრთოვანებული ქალი ჩემი ერთ-ერთი რომანის შესახებ და აი მოკლედ მიყვებოდა აი აქ რო ეს გიწერიათ და რაღაცა მოკლედ ისე ქონდა გაგებული ეს ნაშრომი რომ სრული კონტრავერსია იყო იმისი რაც მან დაწერა და რისი გაგებინებაც უნდოდა მკითხველებისთვის, ხო? აი ამის თქმა მინდა, რომ ხშირად არა განამ თქვათ მენტალურად ვერ იგებს რა წაიკითხა. მას არ შეუძლია აი ამ წაკითხulis მორალი ამოიცნოს. კარგი აზრით მორალი, ხო? აი რა უნდა მწერალს, აი რატო დაწერა ამ ხელა რაღაცა ტექსტი, ხო? ეს კიდე რაღაც განსაკუთრებული უნარია, ხო? და მოკლედ მინდა გითხრათ რომ ბევრი რამ რაღაცა მოგონებებიც წარმომეშვა აი ბავშვობაში ძალიან ადრინდელი ბავშვობის ერთი მოგონება რომელიც ძალიან მეძვირფასება ეხლა მე პატარა ბავშვი ვიყავი 60-იან 70-იან წლებში და ბავშვობას ვატარებდით სვანეთში, სადაც ეხლა რვეულები და ფურცლები კი გქონდა უკვე, მაგრამ როცა ტყეში ვიყავით გაჭრილები, ეხლა ეს რვეულები არ მიგქონდა თან და არც ფურცლები, ხო? ამიტომ ქვებს ვიყენებდით ხოლმე საწერად. რაღაცა მდინარის პირას დიდი ქვები რაც იყო, ხანდახან ვეჯიბრებოდით ერთმანეთს და მოკლედ რაღაცებს ვწერდით რა და ერთ-ერთი ასეთი შეჯიბრი იყო, სწორედ აი იმ ლექსების წერის, ძალიან პატარები ვართ, ალბათ 7-8 წლისები რა, ესე და ერთი ბიჭი, რომელიც სამეგრელოდან იყო ჩამოსული, ყველას გვაჯობა, მოკლედ რაღაცა ლექსი დაწერა და აი ისეთი შთამბეჭდავი იყო ეს ჩემთვის, ვიღაც გოგოს ეპრანჭებოდა, მოკლედ და ამ ქვაზე დაწერა, რომ ხო, თან ამ ბიჭის სახლს ერთი 2 დღის წინ დაეცა მეხი. და მეხი რო დაეცა, აღმოაჩინეს, რომ აი ამ მოკლედ სახურავზე იყო რაღაც ულამაზესი ყვავილი ამოსული რა და აი ესე დასაწყისი მახსოვს უბრალოდ რომ ამ გოგოს ეუბნება რომ მეხი დაგეცეს ჩემი სახლივით თუ არასოდეს არ შემიყვარებ ასე იწყებოდა რა და მე გძელდებოდა რომ აი ყვავილი ამოვიდეს შენ სულში და რაღაცები ესეთი პატარა კუპლეტიანი ლექსი იყო დიდ რაღაცა წისქვილის ქვის ხელა იმაზე დაწერა და ესეც აი მე მახსოვს როგორც რაღაცა ჩემი ცხოვრების უნიკალური მაგალითი იმისა რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანმა გადმოსცესა ეს მისი შეხედულებები მისი ცოდნა და აი გაუზიაროს სხვებს ეხლა მას ალბათ წარმოდგენაც არ აქვს რომ მე ეს მახსოვს ხანგრძლივად და აი დღეს კიდე თქვენ გიყვებით ამის შესახებ, ხო? ვერც კი წარმოიდგენს ალბათ, არც კი შემხედრია ბავშვობის მერე ეს ბავშვი. და მეორე ეს უკვე იყო სკოლაში, როდესაც მე დავდიოდი ჟურნალისტიკის წრეზე და რამდენად მნიშვნელობა აქვს პუბლიკაციას უკვე. აი, როდესაც შენ, ასე ვთქვათ, შენს ნაწერს ვიღაც სხვა იმდენად აფასებს, რომ აი ისტორიის ნაწილად ხდის. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. დავდიოდი პიონერთა სასახლეში ჟურნალისტიკის წრეზე და ჩვენი მასწავლებელი ძალიან აფასებდა ქალბატონ ნანული ცხვედიანი, რომელიც დღესაც იგივე საქმიანობით არის დაკავებული და არაჩვეულებრივი ადამიანია, ერუდირებული, ნიჭიერი ძალიან და რაც თავარია მოწოდებული, რომ აი ამ ახალგაზრდებს რაღაცნაირად გზა გაუხსნას იმისაც, რომ დაიწყონ აზროვნება, წერა და 79 წელს ვიყავი მეოთხე კლასელი. და ჩვენს წახალისებას ის ახდენდა არა მხოლოდ იმითი, რომ თქვათ, რასაც დავწერდით, გვიწონებდა და გვისწორებდა და ასე შემდეგ, არამედ გაზეთ ქუთაისის კორესპონდენტი იყო და იქ გვიბეჭდავდა ხოლმე ამ წერილებს და
მახსოვს რომ აი ჩემი პირველი წერილი რომელსაც ერქვა ნაღვლიანი თვალები რომელიღაც გაზეთში ვნახე მოკლედ ვიეტნამელი ბავშვების ფოტო და აი ამაზე დავწერე ესე იგი წერილი რომელიც სხვათა შორის არც მიძებნია იცით არც შენახული არ მაქვს მაგრამ ეხლა აი ამ თქვენი ალმანახის დამსახურება იქნება რომ და დავძებნო ერთი რა დავწერე და აი როდესაც დაიბეჭდა და ძალიან პოპულარული გავხდი ასე ვთქვათ ჩემს სკოლაში აი ამან მაგძნობინა პასუხისმგებლობა იმაზე რაც რასაც დავწერდი და რაც დავწერე ხო ანუ ეს გასაჯაროება შენი ნაზრევის და აი გაზიარების უფრო ფართო მასშტაბი ვთქვათ ვიდრე შენი სამეგობროა და სამეზობლოა ადამიანში აღვივებს პასუხისმგებლობას იმაზე რასაც წერს რასაც კითხულობს და ესეც არის უმნიშვნელოვანესი და ძალიან საჭირო თვისება ადამიანის რომ პასუხი აგოს იმაზე რაც დაწერა რაც მოგეხსენებათ რომ ძალიან დეფიციტური არის ჩვენნაირ საზოგადოებაში განსაკუთრებით და ამ ნაშრომებში ეს პასუხისმგებლობა იგრძნობა რაც ნუ ძალიან სასიხარულოა მოკლედ მე მინდა რომ გზა დაულოცო თუ რა ვიცი როგორ ამბობენ ამ შემთხვევაში ყველა ავტორს ვინც ესე იგი ან პირველად დაიბეჭდა ან უნდა რომ გააგრძელოს ეს გზა და მინდა უსურო წარმატებები მე დარწმუნებული ვარ რომ კიდევ მრავალ ასეთ გამოცემას ვიხილავთ დიდი მადლობა მე ხლა ყველას არ უკავია ხელში სამწუხაროდ ლევანმაც ილაპარაკა ჩვენ შეჭირვებაზე ფინანსებთან დაკავშირებით რომ დიდი ტირაჟით სამწუხაროდ ვერ ვცემთ ამ ალმანახს და ამიტომ თავისუფლებას მისცემ რომ უბრალოდ ჩავიკითხო ისეთი რუბრიკების მიხედვით ავტორები ჩავიკითხო რომ რაღაცნაირად ყველა გავიხსენო არაჩვეულებრივი სტატია ქონდა ანა ბაღდადაშვილი პიროვნების თვითგავითარებისა და თვითშემეცნობის გზა ჰერმან ჰესეს რომანში ნარცისი და გოლდმუნდი ნინო ართილაყვარიშვილი სტატია გალაქტიონის სამი ლექსის ინტერპრეტაციისათვის არაჩვეულებრივი ლაშა სამხარაზე თავარ მეფე კავკასიის ხალხთა მითებში მარიამ სეხნიაშვილი სარწმუნოებრივი პრობლემა კავკასიის ალბანეთში ნარატიული წყაროების მიხედვით აქ არის ერთი ადამიანი ილო ფხოველი მე ის ადამიანი თვალითაც არ მინახია უბრალოდ შორიდან გამომეცნაურა რაღაცნაირად ერთხელ ყური მოუკრავს რომ ჩემი შვილი სადღაც ტელევიზიაში რაღაცას ამბობდა და ბეროშვილი გვარი რომ გავიგეო დავინტერესდიო თუ ის ისე თავის წარმომავლობაო და მომწერა და სადაურები ვართ მეთქი ერთი გამაგრებინე ბოლო ვეღარ გავიგე მეთქი და ფშავლები ხართო მე არ რაღაც ყურმოკლით კი რაღაცა ვიცოდი, მაგრამ მან ისე დეტალურად აღმიწერა, რომ თქვენ ახართ თქვენი ძველი გვარი არის გოდერძაული, თქვენი ხატი არის პირქუში ხატი, თქვენი ეს რა ქვია ეზოკარი იყო ახადში და ასე შემდეგ. არ მინდა გამიგრძელდეს და მე ამასეთი შევეხმაურებოდით ხოლმე ერთმანეთს და მე დავინახო რაღაცები გამოაქვეყნა Facebook-ზე ხო ჩდება და მომეწონა ძალიან და ამიტომ მისი სამი სათქმელი ფშავზე და ამავე დროს ლექსებიც აქვს არაჩვეულებრივი. მადლობა მას უნდოდა ჩამოსვლა და სამწუხაროდ ვერ მოახერხა როგორც ჩანს. ჩვენი ქართული და ესტონელი მეგობარია ნიკ სიარგი. ქართული ესტონური კულტურული ურთიერთობები 45-2018 წლებში ეს იმით არის საინტერესო რომ ნიკი ყოველთვის როცა ვხედავ მახსენდება ჩემი უსაყვარლესი მეგობარი ჩვენი იუტა ბედია რომელიც კავკასიურ სახლში მუშაობდა მაბწყინვალე თარგმნა შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსანი ესტონურ ენაზე და ამ ნარკვევში მას აქვს მოხსენიებული ჩემი ძვირფასი იუტა ასე შემდეგ ქეთევან ცხოვრებაშვილი არჩილ კახიძე სამცხე ჯავახეთელ და აჭარელ მეცხრე განსხვავებული ბედი თვით გამოვკვევის გზაზე. მე დიდ პატივს ავსებ ამ ახალგაზრდა ადამიანს ის პროფესიით ექიმია.
ადრე ხოდა სტატია ილიას უკველობაზე, რომელიც მე გამიკვირდა და ვიფიქრე, რაღაც კიდევ ერთ ისე მოეთ იქნება მეთქი, მაგრამ სულ სხვა თვალით დანახული, ძალიან საინტერესო. ლელა ზუსტად თქვა, კარგად თქვა, რომ ასეთი კრიტიკულად რაღაცა არ უნდა შეეშინდეს, რომ ამაზე ბევრია გამოქვეყნებული, ბევრი სიმართლე, ბევრი სისულელე, მაგრამ ადგერა თვითონ დაწერა ძალიან განსაკუთრებული შეხედულებები ჰქონდა და მე ეხლა ვიღაცას მოეწონება, არ მოეწონება, ამ მესხებთან დაკავშირებით მე ჩემი სუსტი ისა მაქვს, ზნობიარე დამოკიდებულება, იმიტომ რომ თავის დროზე კავკასიური სახლი ძალიან ბევრს თუ შეამჩნიეთ Facebook-ზე, აი ამას ბატონი ლევანდი აღირებს ძალიან წარმატებით, თუ კი რამე დაგროვილი იყო მესხებთან დაკავშირებით, გზადაგზა უკანასკნელ ხანებში აქვეყნებდა ეს ფილმი იქნებოდა, ჩვენი გამოცემები, წიგნები თუ სხვა შესაძლოა შეეხდა. აი ახლა ეს აი ტრაგიკული ბედის ხალხია ეს ჩვენი ქართველი მაჰმადიანი მესხები. და არასოდეს არ თქვა თურქი მესხები და ასე შეეხდა, თუ რამეს გაიგონებთ ყოველთვის რაღაც წყარო მოიძიეთ, მართალია ტყუილია, იმიტომ რომ ბევრი სპეკულაცია ხდება ამ თემის გარშემო და აი არ ჩიკახიძემ დაწერა. შეიძლება რაღაც შეცდომებიც მოუვიდეს, მაგრამ რადგან კაცმა აიღო და ეს ამ თემით დაინტერესდა, უკვე არაჩვეულებრივი ამბავია. აქ ისიც ითქვა, რომ აი ამ პრაგმატულობაში, სამყაროში და სივრცეში ადამიანები მართლა ლექსის წერას უგებია, ჰუმანიტარულ დარგში მუშაობენ, სწავლობენ, აგზელებენ ასპირანტურაში. აი ჩვენი არაჩვეულებრივი ლალი ახლა დოქტორანტი გახდა ცოტა ხნის ფილოლოგიის დოქტორანტი და ასე შემდეგ. აი ესეთი რუბრიკა იყო ამ კვლევებში. აი პოეზია ეს ჩემი უსაყვარლესი რუბრიკაა და სადაც არაჩვეულებრივი თამარ მღებრიშვილის ლექსებია. თამარი ჩვენთან დაიწყო 4 წლის წინ იყო პირველად რომ დაუბეჭდა თაქადა. მაგის მერე ძალიან დიდი წარმატება მოიპოვა. ახლა მიწვეულია რედაქტორად არილში, ინტელექტში და ძალიან სერიოზული უკვე ლიტერატორი და პოეტია. თამთან მუმლაძე ვერ მოახერხა მოსვლა, მაგრამ დიდას მოირბინა და წაიღოთ ეს ჟურნალი. ნატალი დარასელია, ეს ძალიან საინტერესო პოეტია, მე მგონია ახლა საბას პრემიაზეა წარდგენილი. და ჩემი ძვირფასი ანის სისვაძე. ერთხელ როცა ვიდოდა ასე მემუშავა მათთან, ანი მოვიდა და აი პირველად კითხულობთ რაღაცა და მე ვფიქრებ, რომ დავიწყე კითხვა და აი ეს ხო ესე არ უნდა იყოს მეთქი. ამ დროს რასაც ვფიქრობ წინასწარ, ყველაფერი წინ ხვდება. აი ესეთი მორიდები, ისეთი აი როგორ საყვარელი, როგორ ვიტყვი, ციცინათელასავი თუ პეპელასავი გუგუარი და არის უაღრესად ზნობიერი შესანიშნავი პოეტი. თვითონ ლალისა არაჩვეული ლექსები მარტო ამ ნომერში გამოგვტოვა, თორე წინა ნომრებში დაბეჭდილია. აი არის მე ვიდე ერთი ადამიანი ვახსენო, არაჩვეულებრივი ეკატერინა ნავროზაშვილი, რომელიც უნივერსიტეტში მუშაობს. ქალბატონი ეკატერინა ძალიან დასტრიალებს თავზე ახალგაზრდებს და თუ კი ვინმეს რამეს უცბო დაინახავს, იმ წუთშივე ბატონი ხო ამას ხო არ დაუკავშირდებოდა, ამას ხო არ დაუკავშირდებოდა. ლარა შუკვანის ლექსები მეორედ დავბეჭდე და არაჩვეულებრივია. დიდი მადლობა ამისათვის და არა ისეთი კარგი ლექსებია რომ რა ვიცი როგორ გითხრათ ამ რო წაიკითხავთ უფრო თქვენ თვითონ მაიგზნოთ ეს ამბავი და ილო ნათია გოჯორაშვილი ძალიან საინტერესო ადამიანია შარშა ნათიას მოთხრობა ჰქონდა ისეთი არაჩვეულებრივი რომ არ ვიცი აი თუ შარშანდელი ნომერი ვინმეს აქვს მე კიდევ შემიძლია დავდო ხო ასევე პროზაში ჯულიანა ტაპადაძე სოფო გელაშვილი პირველად ნატო ჩვენმა არაჩვეულებრივ ნატო გელაშვილთან გამართო სოფლელი მანგლისიდან არის ასე მოიტანა და ხო არავის სჭირდებაო რაღაცაო და არავის მაშინ ყურადღება ვერ მიაქციეს სიტყვა ვერ მიაქციეს თორე რა თქმა უნდა ჩვენთან არ მუშაობენ გულისხმობ ადამიანები და მე რომ წავიკითხე აი სოფლის ყოფა ისეთ საინტერესო დეტალებით ისაც კარგს იტყვის სათქმელს რომ შვენიერია პირდაპირ და აი ჩვენ ყოველ წელს თითქმის მეოთხე დავბეჭდეთ სოფო გელაშვილის მოთხრობები მაკა ლაპიაშვილი წაღან დაგვტოვა მოსული იყო არასოდეს ასად არაფერი არ დაუბეჭდია მაგრამ მე ვნახე რაღაცები და ისე მომეწონა რომ პატა მინიატურები ცოტას წერა გაცილებით უფრო ძნელია ვიდრე ბევრის იქ შეიძლება გახვიდე წავიდე ბევრის ილაპარაკო მაგრამ აბა მოკლედ ათქვის სათქმელი როგორია ძალიან რთულია და ამიტომ შვენიერი ჩანახატების ის ქონდა და მინიატურები შვენიერი ქეთევან ცხოვრობაშვილის, ნინი ყოჩიშვილის და ასე შემდეგ.
ახლა აქეთ ხო აი თარგმანზე ლევანი ძალიან ისეთი მახვილა თარგმანთან დაკავშირებით არაჩვეულებრივი ნიკოლოზ შამუგია რომელიც იტალიურიდან ესპანურიდან თარგმნის ისეთი ავტორებია დასახელებული რა ვიცი ნებისმიერ იმას შეეხარბება ევგენიო მონტალე ვინჩენცო კარდარელი ჯაკომო ლეოპარდი სალვატორე კვაზიმო და ასე შემდეგ აქ ერთ-ერთი მოთხრობა ეხლა აღარ მინდა რომ უკვე ბევრს ვლაპარაკო გამიგრძელდეს სადაც მე ყურმაქვთ ვიცოდი რომ ეს ქვევრის სცენარი როა აი ჩვენი ქვევრი ფილმი როა ყველას რო ძალიან უყვარს აქედან ამის ამ მოთხრობის მიხედვით ყოფილა გაკეთებული იტალიელი ავტორის ნაწარმოების მიხედვით ხო ასე შემდეგ და აი მარიამ სეხნიაშვილი ძალიან იჭერი გოგოა მაგრამ აი ეხლა მაგისტრატურა მე ისეთ ბევრია ესე იგი სიტყვილად ვილაპარაკე? ამ დროს ხოსე მუშტს მიქნევს ხოლმე და არ დავინახე არაფერი. ხო, ეხლა მე ეს ჩავათავეს ისა და მინდა ვთხოვო უფრო რა ქვია ჩვენი ავტორები არ თინიკო არაჩვეულებრივი თინიკო მეტრეველი რომელიც წინა ნომრებში ბეჭდებოდა წელს გამომტოვა და ეხლა დასჯის მიზნით მე ვთხოვე რომ მას ელაპარაკა დღევანდელ ნომერთან დაკავშირებით და თვითონ ალმანახთან დაკავშირებით გამოეთქვა თავისი ზოგიერთი მოსაზრება. მოდი ძვირფას ვსვაბა ერთი. გესალმებით. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დღეს აქ მიწევს ყოფნა და მაქვს შესაძლებლობა რომ მადლიერება გამოვხატო კავკასიური სახლის სახალხო უნივერსიტეტის მიმართ მისი ხელმძღვანელების და ყველა იმ ადამიანის, რომელიც მართლაც ბურჯად არის, როგორც ბატონმა ლევონმა აღნიშნა, ქალბატონი თამარი, ბატონი მიხო და ბატონი ლევანი. მე რამდენიმე წელია ხვდა ბედნიერება წილად რომ თანამშრომლობდი კავკასიური სახლის სახალხო უნივერსიტეტთან და წინა ნომრებში რაღაცნაირად სულ ისე მორიდებით დაიბეჭდა ჩემი თქვათ ესეთი მცდელობანი და მინდა აღნიშნო რომ შეიძლება თქვათ მე არ ვანიჭებდი უპირატესობას ჩემს ნაწერებს მაგრამ მოხდა ესეთი რაღაც რომ ეს ადამიანი არის ის რასაც აცნობიერებს და ის სააზროვნო არეალი რომელიც იყო თქვა ჩატეული ამ ჩემს ჩანაწერებში და დავინახე ნაბეჭდის სახით მე იყო ისეთი განცდა რომ თითქოს რაღაცა სახლი დაიდო და ისტორიას დარჩა მე მინდა მივმართო ახალ სტუდენტებს რომ იაქტიურონ და ესე აღარ გააწვალონ მე როგორც ვაწალებდი ბატონ მიხოს და თამამად გადასცენ ნაწერები იმიტომ რომ ეს არის მართლა თქვენი ხმა დარჩება ისტორიას და აი ასეთი სახით და კიდევ მინდა თქვა რომ ის სალექციო კურსი სხვადასხვა ლექციები რომლებიც აქ მოვისმინე ამ წლების განმავლობაში ძალიან დამეხმარა მე როგორც მოქალაქეს როგორც თქვათ ქართოს კავკასიელს რომ გამეცნობიერებინა სად ვართ ვინ ვართ და ასე შემდეგ და ძალიან საინტერესო იყო ის კითხვები რომელიც სულ მაინტერესებდა და ამაზე მივიღე პასუხები და კიდევ ძალიან კარგია რომ ის რესურსი რომელიც იქნება YouTube არხზე სადაც დევს ეს ჩანაწერები ძალიან ხშირად მივუბრუნდები ხოლმე და ამისთვისაც ძალიან დიდი მადლობა რომ ეს საშუალება არის რომ ელექტრონული რესურსი კავკასიური სახლის სახალხო უნივერსიტეტის ამ მთელი წლების განმავლობაში დევს და ნებისმიერ ცნობის მოყარეს ნებისმიერ ადამიანს აქვს საშუალება ეს ყველაფერი არის უსასყიდლო და ეს არის ჩემი როგორც თქვათ ნუ აღარა ვარ ძალიან პატარა და ამიტომ ჩემი შვილიც სარგებლობდა აქ ყოფნით და ნებისმიერ დროს უხარია რომ აქ მოდის ხოლმე და მე როგორც უკვე მშობელს მქონდა ეს ხელშეწყობა მზრუნველობა იყო ამ გარემოთი ვსარგებლობდი რომ მიმეღო რაღაც ძალიან საინტერესო ურთიერთობები რომელიცაც ქმნის ეს სახალხო უნივერსიტეტი. გილოცავთ წარმატებულ სასწავლო წელს გისურვებთ და ვეცდები რომ მეც ვიყო ჩართული როგორც ერთ-ერთი აქტიური მსმენელი. დიდი მადლობა თქვენ. ეხლა მე
როგორც ვატყობ, როცა ვიწყებ, მე მიგზდება ხოლმე. ამიტომ ეხლა ვთხოვ, რომ ლალი ჭეშმარიტაშვილს რამოდენიმე სიტყვით ძალიან მოკლედ, რომ კიდევ თქვას მეორე დასჭი. მანაც გამოდა. ხო, მანა აი, ეგე. მანაც გამოდა. ეგ უფრო კარგი ყოფილა, რომ აფასებ სხვის დაწერილს, აფასება მე რა უნდა შევაფასო, მაგრამ ზოგადად რომ მკითხულობ და უფრო რაღაც სუბიექტური ვერ იქნები. პირველ რიგში მინდა მადლობა გადაუხადო ყველა ავტორს და ეს იყოს გისურვებთ დასაწყისი ძალიან ბევრჯერ დაბეჭდის ბედნიერებისა. ასევე მადლობა ორგანიზატორებს, ვინც რაღაც წვლილი მაინც შეიტანა ამ გამოცემაში, იმიტომ რომ მე თვითონ როცა ვიბეჭდებოდი ხოლმე, ბატონ მიხოზეც მინდა ვთქვა, რამდენად ფაქიზად უდგება ყოველ ავტორს მის აზრს. მქონია სხვა გამოცემებში დაბეჭდის ბედნიერებას და რა თქმა უნდა მადლობა მათ, მაგრამ ხანდახან ისეც ყოფილა რომ დაბეჭილა ჩემი რომელიმე ტექსტი და მინახავს რომ ორი ტაიპი სტროფში შეცვლილი იყო საერთოდ და შოკში ვიყავი ხოლმე და აი ბატონი მიხო კი აი გითანხმებს ყველაფერს ძალიან ფაქისად გეუბნება აი ხომ არ შევცხა ასე ხომ არ ჯობია და ეს ჩემი აზრით დამოკიდებულება ჩანს ამაში პასუხისმგებლობა და ბოლოს რაც გამოდის ხოლმე აი ეს ხარისხი თქვენი დამსახურება პირველ რიგში ასევე მინდა რომ თქვა რამდენად გულწრფელი ტექსტები გვხდება ამ გამოცემაში ალბათ ისიც არის ეს მიზეზი ისაც არის რომ ახალგაზრდები არიან და უფრო როგორც წესი პოეზიაში გულწრფელი უნდა იყო თუ ნამდვილი პოეზია და მით უმეტეს როცა ახალგაზრდა ხარ უფრო გულწრფელია ხოლმე ჩემი აზრით და აქ უფრო ჩანს ინდივიდის ხმაც აი დროის თუ ეპოქის ხმაც უფრო კარგად ჩანს და დაწმენდილად და ეს ძალიან მიხარია ასევე ჩემთვის აქ გამოჩნდა რომ მიუხედავად იმისა ახალგაზრდა თუ არა ავტორი ძალიან დიდი ერუდიცია ჩანს იქ მითოლოგიური სიმბოლოები, ძველი ანტიკური ბერძნული ლიტერატურიდან აღმოსავლური ელემენტები და ძალიან ბევრი ისეთი რამ, რაც აი გაგაკვირვებს და რა თქმა უნდა სადა და ძალიან ესეთი დაწმენდილი ტექსტებიც ხდება როგორ თქვა აი მარტივი, მაგრამ გენიალურს რომ იტყვიან ეგეთი ტექსტებიც. და კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველას და კიდევ აღნიშნავდი იმას, რომ კავკასიური სახლი, როგორც იტყვიან ადრეც აღნიშნე, რომ ჩემთვის არის არა მარტო სახლი, არამედ არის განცდა და არის ჩემს გულში და ასევე არის იდეაც, რომელიც არის ჩვენს გონებაში და ვინც არ უნდა ებრძოლოს ამას, როგორც არ უნდა ებრძოლოს, იდეები არ ყვდებიან და კავკასიური სახლი ძალიან დიდხანს იარსებებს და გაგვახარებს თავისი ასეთი კარგი საქმეებით. მადლობა კიდევ ერთხელ. ეხლა მე მგონი ამ შეფასებებით შეიძლება გადაგღრათ უკვე და მე მინდა ვთხოვო ანი ხარ წავიდა ანა სისვაძე მინდა ვთხოვო რომ ერთი ან ორი ლექსი წავიკითხოს იმიტომ რომ ცოტა იმასე მოვიდეთ უკვე ვიგრძნოთ პოეზიისა და ლიტერატურის ისა მოგძადე გადაცვალოთ ჩემი თავი კი ბატონო მოგესალმებით და მახსოვრებული მაქვს გვერდი სანამ ლექს წავიკითხავ იქამდე დავიწყებ რა თქმა უნდა მადლობით მადლობა ყველაფრისთვის და მადლობა იმისთვის რომ სტუდენტებს გვერდში გვიდგახართ ყოველთვის ალბათ დღევანდელ დროში განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის რთულია ისეთი ადგილი იპოვონ ხოლმე სადაც თავიანთ სიტყვას გამოთქვამენ და მხარს დაუჭერენ და კავკასიური ადგილი ზუსტად ეს ადგილია სტუდენტისთვის და ახალგაზრდისთვის არაფერი არ არის აი იმაზე მნიშვნელოვანი და იმაზე სასიხარულო, როდესაც მისი სიტყვა დაფასებულია და როცა გრძნობს რომ არსებობს ადგილი, სადაც მის სიტყვას აქვს ფასი. კავკასიურ სახლში ჩემი მოსვლის პირველი დღიდან ზუსტად ამას ვგრძნობ და ამისთვის უღრმესი მადლობა ბატონ მიხოს, ქალბატონ თამარს და ასევე ბატონ ლევანს. ახლა კი წაგიკითხავთ ჩემს ლექსს ოღონდ ავარჩიო ფერთა ცვალება
მას შემდეგ, როცა დავტოვე ენქი, როცა დავჭერი სიკვდილის ჩადრი, სანამ დავიწყე სიცოცხლე შენთვის, მხოლოდ უფერულ სიცოცხლეს ვგავდი. მოუძახებდი საშინელ რისხვით, ბარონებს, შაბათ ვუდუს სმანებას და გადარჩენი სულმწიკლო ფიქრი იყო ტანჯვა და უფრო წამება. ვხეტიალობდი იალუს ველად, ხორცად განწირულ რქიან არჩევებთან და შინიგამის უკვდავი მღერა მხოლოდ სიკვდილის ტრფობას მაჩვევდა. და მაშინ, როცა შენი თვალების შემომეგებნენ მზისებრ სვეტები, ვიგრძენი ჩემი უდროძალების სასიყვარულო მონუმენტები. რა რთული იყო ყოფნა უშენოდ და სიყვარულის ოდნავ არ ქონა. როგორ მომეგოტყვია უებრო, როგორ უდროოდ ადრე დამთოვა. ვიყავი მარტო, როგორც ედემში, ისე მესმოდა უტუთა გმინვა. ახლა პატარა სახლის კედლებში ანგელოზებმა დაიდეს ბინა. მადლობა. და კიდევ ერთ პატარა მოკლე ლექსსაც წავიკითხავ, რა დაგავიწყებს ბავშვობის სევდას. მოსაღამოვდა, გულზე გედება ის ფიქრი, დღე რომ გადაგიგორა. რა დაგავიწყებს ბავშვობის სევდას, ან მოგონებებს რა დაგავიწყებს. სახე გაგიხდა ძლიერ დამღრალი, ხის სახლშიც ბნელი ჩამოწოლილა, სარკეში ხედავ ჩრდილებს სულების და ზამთრის ტოტად ქცეულ ლავიწებს. მხრებზე ლოდივით მოგება ტანჯვა, არ დაგიფასეს ეს გულწრფელობა და მხოლოდ სარკემ გადაირეკლა, როგორ მიგაგდეს საჯიჯგნად გარეთ. მიჩვეული ხარ უერთგულობას, იმედ დაკარგულ ცხოვრებას მისდევ და შენ წინ უხვად ჩამოიშლება საშინელ ხორცთა ხვეული ფარდა. იხეტიალე წვიმაში, ქარში, დარდიან მზეზე იხეტიალე. შენ ხომ არავინ არ შეგრჩენია ფურცლებისა და კალმების გარდა და კიდევ ერთი გამტყდარი სარკის, შიგნით რომ ხედავ გამხმარ ლავიწებს, რა დაგავიწყებს ბავშვობის სევდას, ან მოგონებებს რა დაგავიწყებს. მადლობა დიდი. წაღან ვახსენე ცოტაცის ილო ფხოველის როგორც ავტორი კვლევა იყო და აი ახლა დღე მე ვერ დავინა როცა ვლაპარაკობ ხოლმე რომ ხელა ხალხს კი ვეღარ ვხედავ და არ შემიჩნევია როდის შემოვიდა ილო ხო და რომ გავედი თვითონ გამომეცნაურა ილოც აი ესე დღეს გავიცანი მას ვიცნობდი შორიდან როგორც იტყვა ვირტუალურად არ მეყვარს ეს სიტყვა მაგრამ მაინც და მე მინდა ახლა არ შევაწუხო ბევრი დროითა მაგრამ რამოდენიმე ლექსი რო წავიკითხო აქედან ილო თუ ვარ იქნება პრობლემა კი მომბძადი გენაცვალე ჩემი წაი მომბძადი თქვენ თუ წაიკითხავთ კი ბატონო დავბრძანდი მაშინ და მე წავიკითხავ. ეხლა მოვნახო. შენი დანახვა სველ ქვაზე ფეხის შედგმას გავს. არასდროს ვიცი დავეცემი თუ ფეხზე დავრჩები. მე შეიძლება ბევრ რამეზე ამეტიროს, მაგრამ ეს მაინც სხვა იყო. ზვიად რატიანისთვის გამოცხადებულ სოლიდარობის აქციაზე სისხლის მდინარეში გამოტოპილივით ხასხასებდა გიორგი ლობჟანიძის შარვალი. შუა ხანსა და სიბერეს შორის გაკეთებულ ფუღუროში ცხოვრობს 65 წლის თემურ ჩხეტიანი და მარაგატის კერკეტი ლექსები აქვს, რომელსაც რჩილი ვერ შეუჭამს, თავადაც დიდი ძალისხმევა დასჭირდება მათი გულის გასატეხად. მე ძალიან მომწონს ეს ლექსები და რატომ მომწონს იცით რომ აი ძალიან რთულია დიდ ტექსტშიც და პატარ ტექსტშიც გარკვევით ნათლად, კარგად აი მოქნეული სიტყვა. აი აქ ყოველთვის ამას ილო ძალიან კარგად ახერხებს და ძალიან კარგი ლექსები აქვს ამას. ბევრი მიწუნებს მე კი ვფიქრობ, ახალგაზრდა ვარ ჩინებული, გამომხელის სიყვარულის ტკივილზე დაქორწინებული. ძალიან ლამაზი ქალი იცინოდა და ჩემს მარტოობაზე უფრო მწარედ ავტირდი. ცხელ გულს ყველაფერი შეუძლია, ძმაო, ცხელი გული მგელია, ცხელ გულში თითი ამოივლე
ოქრო თუ გამოგელია. აი ესეთი საინტერესო ლექსები აქვს ბატონზე და გარდა მაგისა აქ არის მისი რამდენიმე აი ეს თქვია და ისე წავიკითხო სადარი მინდა ურჩიო ახლა იმიტომ ვეძებ რომ მინდა ურჩიო ვეფესტყაოსის ერთი ტერმინის ლექსიკური ერთეულის დადგენისათვის ძალიან საინტერესო და სამი სათქმელი ფშავზე. ესეც აქ უკვე კვლევების ციკლში რუბრიკაში არის და თუ გქნებათ და ხოლმე გაეცნოთ. დიდი მადლობა ჩემო კარგო, ღმერთთა სიკეთე მოგცეს, ჯანმრთელობა მოგცეს. ძალიან დიდი მადლობა ესე გაიჭირვე და სოფლიდან ჩამოხვედი კაცში და დიდი მადლობა მისათვის. მომავალში თვითადავშევი. ბატონო რაღაცას ვეძა ხო ახორ წავიდა ლარა მოდი გენაცოლეთ ჩემი თავი არ გიდა რომ წაიკითხო მე რომ წავიკითხო კარგი აი ლარას არ უნდა და მე წავიკითხავ ასტერტველი გვერდზე სიზმარი ესე სიზმარი იყო ცხადზე უფრო ცხადი აღარც ერთი სახლი აღარ იყო იგივე და ხეები აღარ იყვნენ იგივე და ზამთარი გადაღლილი მტრედები ბეღურები აღარ იყვნენ იგივე აღარაფერი იყო იგივე და მაინც არ ყოფნა იყო ყოფნაზე ცხადი შენ კი უთქმელად გრძნობდი რომ იპოვებოდა მარცვალი შენში არათუ საშენო არამედ ბეღურისთვის სამყოფიც კი წუხრის ფურცლები ელავდნენ საზე რაც არ გავდა მტრედის ფერს აღარაფერი გავდა თავის თავს გარდა ამ სიზმრისა შენს ნანგრევებზე ციოდნენ ფიფქები დაკვდარი ჩიტები როგორც ყოფისკენ ზურგშეცები მდგარი ამბები ამაოების და სიხარულის მინდა თქვა რომ ლარა სევდიანი ლექსები აქვს მაგრამ რა სევდიანია მე განსაკუთრებით ვიყვარს იმიტომ რომ ამავე დროს ძალიან ადამიანურიც არის ხომ მართალია ერთსაც წავიკითხავ და მას შენეგ რაც ყველა სიზმარში ხედავდი წყალს წყალში კი თევზები ვიცხლტოდნენ ამღრეული ფიქრები შენ თვალები დაემსგავსა ბადევს იმებადურისა რომელიც დასაბამიდან ცდილობს იპოვოს რამე არა ხორცის მიერი არა თვალის მიერი არამედ სამყოფის სულისა შენ ხარ ვინც ყოველღამე სტუმრობს სიკვდილს და ამ სიკვდილიდან გამოდმებით უკან გაბრუნებს ტკვილმწარე სიტყვები იავნანის ქიმზე აკინძული ხოლოდ შენ უწყი რომ ყოველღამე სტუმრობს სიკვდილს მაგრამ მუდამ უკან ბრუნდები რადგან არასდროს ხდება ნაპირთან შორეული გუმჩატე დედა სულის მტრედები ობლად რომ დაუგზავნია შენს კიბეებთან შენს ფანჯრებთან შენს სასტუმალთან შენს გამოხვალ გულში და ხოლმე მართლა კარგი ლექსები ეხლა მე თუ ვინმეს აქვს სურვილი უკვე დარბაზს მოგმართავთ რომ აი ნინი ერთი რამე მინდა გთხოვ მე ახლა ის ნომერი არ მაქვს მაგრამ ისეთ კარგი იქნებოდა ზეპირად ხო არ გახსოვს ერთი ლექსი როა სიყვარ არ გახსოვს ხო კარგი აღარ შეგაწუხე მაშინ ნინი ართილაყვა არაჩვეულებრივი ძალიან კარგი მკვლევარი და ძალიან კარგი ჩანახატების ავტორი რომელიც აი უკვე მერამდე დაიბეჭდა ჩვენს ალმანახში ძალიან ფიქრიანი ძალიან ახლობი აქვს ყველაფერი გულთან და ამას აკეთებს ძალიან ოსტატურად და საკმაოდ საინტერესოდ. დიდი მადლობა ამისათვის. აღარ ვიცი, მე მგონი ავტორებიდან აქ დღეს აღარავინ აღარ არის დღეს სექტემბერში რთული დღე გამოდგა სწავლა ჯერ არ დაიწყო საქმეები გაუჩნდა ვინც ადრე თავისუფალი იყო დღეს ან გათხოვდა ან მუშაობა დაიწყო და ასე შემდეგ და მოკლედ შემცირებული შემადგენლობით ვართ მაგრამ ჩვენ მოგონი ჩვენი პრეზენტაცია შედგა ბატონ ლევან მშვენიერი ლექსები წავიკითხეს ჩვენმა ავტორებმა და მე ვისურვებდი გვინდა აი ლევანმა სწორედად თქვა და არ იფიქროთ რომ ეს მარტო კავკასიური სახლის მსმენელთა პრეროგატივა აქ რაიმეს დაბეჭდა თქვენს გარშემო
გინდა სტატია იყოს საინტერესო, გინდა ნარკვევი იყოს, ლექსი, მოთხრობა, ჩანახატი, იყოს პირველი მცდელობა. თუ ვინმე გითხრათ რამე, უთხრათ უკეთესი შენ დაწერეო და ასე ყოველთვის გაიმარჯვებ. წარმატებას გისურვებ. თუ არავის აღარ უნდა გამოსვლა, მე ჯერ არ მოდი კაცო, ხო გითხრა, მოდი. დავძლიერეს სიცხვილი და მოდი კაცო. არა, გული მომცა ერთმა მოგონებამ, რომელიც მე ვაჟაზე მოგონებების წიგნში წავიკითხე, კაიყმა. იქ წერია ესეთი რაღაც, რომ შეიძლება რომ ქართული თეატრი რო ფუძნდებოდა, თურმე ერთ-ერთი დიდი წამხალისებელი ამ საქმის ყოფილა ჩვენი ვაჟა და მაკო საფაროვას და ვასო აბაშიძეს თურმე აგულიანებდა, რომ კაცო თუ დადგავთო, მე მიმიწვიეთო როლზეო და მე ვითამაშებო და ამათაც ძალიან თურმე ამოეჭრათ გულში ეს ვაჟას დაპირება და ჩამოგვიტანეო შენო ერთ-ერთი შენი ეთნოგრაფიული ნაშრომიო და ჩვენ შევეცდებითო რომ ამის მიხედვითო დავდგათ რაღაცაო. ჩამოუტანა თურმე ხევსურული ქორწილი. ხო და ახლა გადაწყდა რატომღაც ესე რომ ხევსური ნეფის როლი უნდა ითამაშოს თავად ვაჟამ. ამ ვასო აბაშიძის გადაწყვეტილებით და ძალიან უხეირო ნეფე და არტისტი გამოდგა ეს ჩვენი ვაჟა, იმიტომ რომ ძალიან ესე ხევსურებს უყვართ ესეთი თქმა ულიგმიტო, აი ძალიან უფხოდ რაღაც ისე და ამდენჯერმე თურმე მისულა ვასო რომ ბიჭო ცოტა გაინძერიო, თორე დაეძინა ხალხსო. იმდენად უსიცოცხლო თამაშობდა და ეხლა მე შაველი კი ვარ, მაგრამ მეც ესე რო არ მომსვლო და გადავწყვიტე რომ მადლობა მაინც გადამეხადა იმ ხალხისთვის, რომელიც აი დარბაზიდან გამომეხმაურნენ ბატონი ღვთისო, რომელიც პაპაჩემის უმცროსი მეგობარი იყო და ხა ვერ გამოვხატე ისე და აი მაღალი ტრიბუნიდან მინდა გადმოვხადო რომ ძალიან კარგად მახსოვს რომ ჩვენ გმასპინძლობდით, მე მაშინ ბავშვი ვიყავი, მაგრამ მეხსიერება იმოდენი კი მქონდა რომ ისეთ კვალად დაჩნეული იყო ეს ყველაფერი რომ ეხლა აქედან გულმხურვალე მადლობა მეთქვა და ეს ამ ალმანახში ჩემი დაბეჭდა პირველი არ არის, მე ხა ცოტა მორიდებული კაცი ვარ, აი ქუჩაში პირბადი დავდივარ, Facebook-ზე ნიქს ვეფარები. ხო, მაგრამ აი არ გამოდიოდა ესე მალვა პარვა და ყველოს მაინც გადავწყვიტე რომ ჩამოსულიყავი ფშავიდან. ცოტა თლობის დროს კი დამირეკა ძიამიხო, მაგრამ მაინც ხო, ეს რამდენჯერმე ლიტერატურულ გაზეთში დავიბეჭდი იმ ფსევდონიმით, Facebook-ზე რომ აქ ის ნიკის გადავიტანე ლიტერატურულ ფსევდონიმადაც და ეს ალბათ რიგით მეათე დაბეჭდა იქნება და რაღაც ერთგვარი თავმოყრა მოხდა იმ მანამდე იქ აკუმულირებული მასალის რა, როგორც პროზაულის, ისე პოეტურის, ლირიკულის და რა ვიცი, მადლობა ცათაოდენი და დაგილოცავთ 5 წლის თავია, 50 წლის თავი გადაგეხადოთ. მადლობა. რა თქმა უნდა, აი თქვენ თვითონაც ხვდები, რომ როგორი გულწრფელი სიტყვებით საუბრობენ კავკასიურ სახლზე, კავკასიური სახლის სახალხო უნივერსიტეტზე. მე მჯერა ამ გულწრფელი სიტყვებისა და ძალიან გვიხარია ესა. მაგრამ მათ შორის არიან ასევე გამორჩეული ადამიანები, რომლებიც თავიანთი ტემპერამენტით კიდევ უფრო გულშემატკივრობენ, კიდევ უფრო ხარში გიდგენან, ნებისმიერი საქმისათვის მზად არიან, ნებისმიერი თანადგომისათვის მზად არიან. ერთ-ერთია გახლავთ ჩვენი მეგობარი, ჩვენი მსმენელი ნიკ სიარგი. გვარდასახელო გაიკვირებთ, იმიტომ რომ წარმოშობით ესტონური სისხლის ჩქებს მის ძარღვებში, ამიტომ მე მინდა მას მივცეს სიტყვა, იმიტომ რომ არ შეიძლება მან არ თქვას ის, რისი თქმაც უნდა. მოგესალმებით. უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, მინდა მოგილოცოთ, რომ დღეს არის საიუბილეო მეხუთე ნომერი და მინდა მოულოცო ყველა ავტორს, ვინც არის ამ არაჩვეულებრივ სტუდენტურ ალმანახში ჩვენი სამყარო. ზოგისთვის, აი როგორც ითქვა, პირველი ნაშრომია და მინდა ვთქვა, რომ აი ეს ზოგადად პირველი ნაშრომი გაძლევს იმის საშუალებას და мотивაციას, რომ გადადგა შემდეგი ნაბიჯი და არ შეგცვეს და იცოდე, რომ არსებობს კითხვები და
არსებობს ის ადამიანები, რომლებიც ყოველთვის ხარში დაგიდგებიან, დაგეხმარებიან და რაღაცა რჩევებს მოგცემენ. ნუ რაც ითქვის, რა თქმა უნდა, თვით ბატონ მიხოზე მიუხედავად იმისა, რომ ეს უპირველეს ყოვლისა პირველად არ მაქვს დაწერილი, ეგ ჩემი ნაშრომი, მაინც და მაინც აი როგორც ითქვა, ნამდვილადაც ბატონმა მიხომ კი აი არ თქვა რომ აი მე ასე შევცვლი. არამედ თქვა რომ შეიძლება უმჯობესია რომ ასე იყოს შეცვლილი, ან უფრო მხატვრულად ასე უკეთესია რომ იყოს დაწერილი. ნუ სანამ აქ ვიყავი, რა თქმა უნდა, გადავხედე მაგ ყველაფერს და მინდა ვთქვა რომ ძალიან წარმატებული ალმანახი გამოვიდა და დარწმუნებული ვარ რომ ძალიან ბევრი ასე ვთქვა სტუდენტური ალმანახი და ბევრი ნომერი გამოვა. კავკასიური სახლი ძალიან დიდი ხანი არსებობს და მინდა მიმართო იმ მსმენელებს, გინ ძველებს, გინ ასე ვთქვა ახლებს და ის მინდა ვთქვა რომ ნამდვილადაც კავკასიურ სახლში არ არსებობს ყოფილი მსმენელები, იმიტომ რომ ყველა ერთი ოჯახი ვარ და ნამდვილადაც ყველა ასე ვთქვა ერთი სახლის ოჯახის წევრები ვართ. ასე რომ ახალ მსმენელებსაც რა თქმა უნდა მოუწოდებ რომ გადადგან ეგ ნაბიჯი და არ შეგცვეთ. იმიტომ რომ ეს პირველი ნაბიჯიც გავძლებთ იმის ბიძგს რომ წინ და წინ იაროთ. ასე რომ გილოცავთ ამ საიუბილეო ნომერს კიდევ ერთხელ. ბოლოსკენ მივდივარ და ბატონ ლევან ერთხელ კიდევ კარგად როგორც თქვენ ეს გამორჩეულად ისი ხოლმე აი როგორც ითქვა თავის მობმახვია თუ თავის დადგმახვია რა ვიცი ბოლოში შეაჯამეთ ჩვენი დღევანდელი შეხვედრა მე მგონი ცუდი არ იყო და მაგრამ თქვენ რო იტყვით კიდევ უფრო კარგი გახდება ეხა ვიტყოდი კარგად ბრძანდებოდეთ მეთქი დავიდი დავდავრები ხო არა ყველაფერი ითქვა მე რაღა უნდა დავამატო უბრალოდ მე ძალიან მიხარია რომ ეს ნომერი გამოვიდა თქვენ რომ ასე კარგად გესმით კავკასიური სახლი რას ნიშნავს და რას აკეთებს და ამაზე რომ გაამახვილეთ ყურადღება რა თქმა უნდა ეს ამან გულზე მომიფონა და ძალიან გამახარა ამ ამბავმა და დიდი მადლობა იმ სიტყვებისთვის რაც ჩვენთვის გამოიმეტეთ რაც ჩვენზე თქვით და მე იმედი მაქვს რომ ჩვენი თანამშრომლობა ერთად ყოფნა გაგრძელდება მომავალში ძალიან ინტენსიურად და სისხლს ავსეთ და დღეს იცით კიდევ რა მიხარია და თან ბარემ ხვალინდელ ამბავზეც გეტყვით აი ძალიან მიხარია ის რომ კავკასიური სახლი არის ორგანიზაცია რომელიც ამა თუ იმ ხალხს ამა თუ იმ კულტურას არ ირჩევს მისი სიძლიერის ან მრავალრიცხოვნების მიხედვით. ჩვენ ვცდილობთ რომ ჩვენი ხმა, ჩვენი შესაძლებლობა, ჩვენი მზრუნველობა, რაც შეგვიძლია, მივაწვდინოთ ყველა ხალხს, ყველა ამ რეგიონში მცხოვრებ ჯგუფს. და აი ხვალ 17 საათზე ჩვენ აქ გვექნება ლექცია ყივჩაღების და მათი შთამომავლების თაობაზე. დაღესტანში მცხოვრები აი ამ ეთნიკური ჯგუფის ყუმიყების შესახებ, ხო? და თანამედროვე სივრცეში ყუმიყებზე საუბარი ისეთივე გამბედაობა და ისეთივე იდეალიზმია, როგორც ლექსის დაწერა. ასე რომ იმედი მაქვს, რომ ხვალ თქვენ გიხილავთ აქ 17 საათზე, რათა აი ეს ხალხი აღმოვაჩინოთ და ყველა ხალხი მართლა თავისი კულტურით და თავისი შინაარსით თავისი ნორმებით, მორალური კოდექსით გვამდიდრებს ხოლმე ჩვენ და გვაჩვენებს ხოლმე კიდევ ერთ პერსპექტივას ამ სამყაროს აღქმის. და მოდით, რაც შეიძლება მეტი პერსპექტივა გავიგოთ, რაც შეიძლება მეტი პერსპექტივიდან დავინახოთ ჩვენი ეს სამყარო და ხვალ ასე ვთქვათ, აი ამ პატარა დაღესტნელი ხალხის თვალთახედვის ამოცნობის და აღმოჩენის შესაძლებლობა გვექნება. ასე რომ ხვალ 17 საათამდე და კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ ალმანახის